მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით მე გიორგი შალვაშვილი და გადაცემა გაფანტული მარგალიტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღევანდელ გადაცემას წარმოგიდგენთ GL Production-ი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის მანძილზე ჩვენი გადაცემის გვერდში იდგა და დღეიდან რა თქმა უნდა GL Productions და იმ არაჩვეულებრივ ბიჭებს, რომლებიც დღევანდელ გადაცემას გჩუქნიან თქვენ. დღეს ჩვენ სტუმრად გვეყოლება ყველასათვის საყვარელი მომღერალი, უსაყვარლესი და უთბილესი გოგონა, დიახ გოგონა, ნინი ციკლაური. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში და მოგვიყვება ის თავის მიღწევებზე, სიყვარულზე, სიხარულზე და რა თქმა უნდა იმ მომავალზე, რომელიც მომავალის თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, გადაცემა დაიწყო. ჩემო ძვირფასო და ჩემო ლამაზო ნინი, უპირველეს ყოვლისა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, რომ აი ესეთი ლამაზი მე-6 სეზონი იხსნება მზის გულზე ამერიკაში, შენნაირი მზე გოგო და ადამიანთან ერთად. მე მიხარია ჩვენი მეგობრობის მრავალწლიანი ურთიერთობა, მიხარია ის რომ შენ ხარ შემდგარი ადამიანი და ყოველთვის მქონდა კითხვა, რომელი კითხვაც მე შენთვის არასოდეს არ დამისვამს. როდესაც ყველაზე ზენიტში იყავი საქართველოში, ყველაზე. სწორედ მაშინ უცბად ერთი დღეც თენდება და ნინი ციკლაური საქართველოდან მიდის და ჩამოხვედი ამერიკაში. ამ ყველაფერზე მაინტერესებს, ნანობ თუ არ ნანობ, რამდენად რთული იყო შენთვის და საერთოდ მოკლედ. კიდევ ერთხელ მოგესალმები და მოუყევი ჩვენს მაყურებელს შენზე. მივესალმები მეც და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზოგადად ჩემთვის ორ მაგათ საპასუხისმგებლოა ხა ეს გადაცემა, იმიტომ რომ ჩემს მეგობართან ვზივარ რესპონდენტად. რაც შეეხება ამერიკაში გადმოსახლებას, მე ვიტყვი, რომ უფრო მეტად განვიცადე, ვიდრე წარმომედგინა. ძალიან რთულია მოწყდე შენ საქმეს, ძალიან რთულია მოწყდე შენ სფეროს, განსაკუთრებით სცენას და დამეთანხმება ჩვენი მაყურებელიც, რომ სცენის მტვერს როცა შეიგრძნობ, იმის გარეშე ცხოვრება არის ფაქტიურად არის გინდ ციხეში მჭდარ ხელბორკილებით და გინდ სცენის გარეშე გიცხოვრია და რა თქმა უნდა ძალიან გამირთულდა, გამიჭირდა ყოველი დღე ისეთი იყო. უკეთესი არ იყო ყოველ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში ესე იყო. სინანულზე მეტად ფიქრობ, რომ უბრალოდ გამიჭირდა. იმიტომ რომ შემდგომ უკვე აქ დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა და აქ დავიწყე იმ ჩემი სფეროს მოძიება, რაც იქ აშენებული დავტოვე და რაღაცნაირად ყოველი დღე თითქოს მე ნენელა უკეთესი გახდა. მაგრამ თავდაპირველად ხო, ეს იყო ყველაზე რთული გზა ალბათ, რაც ცხოვრებაში შეიძლებოდა რომ გამევლო. განსაკუთრებით მენატრებოდა აი ხმა, აი ეს პეტლიჩკა, აი რა კამერის უკან მდგომი ადამიანი, ეს აღმოჩნდა რომ იყო ფუფუნება. იმიტომ რომ სამწუხაროდ ამერიკაში მაგის ფუფუნება არ მქონდა მაშინ, განსაკუთრებით როცა მე ჩამოვედი. შემდეგ უკვე ნენელა რაღაცა მოვიძიე სამეგობრო, დავრეკე, დავწერე, ვინმე ხომ არ არის ესეთი და ესე ისევ შევიკარით, მაგრამ ამას დაჭირდა აგერ მერვე წელი.
ფაქტიურად 8 წელიწად. 7 წელი და უკვე მე 8 წელი გადავიდა. და იცი რა მაინტერესებს? აქაური საქართველო. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ აქ არის საქართველო. იმიტომ რომ ქუჩაზე ვერ გაივლის, სადაც არ გაიგებ ქართულ საუბარს, ხო? აქაური საქართველო ჩვენს ნამდვილ საქართველოს გავს რამით. აქ შეცვლილია სიტუაცია. აქ შეცვლილია ქართველი. ჩამჭრელ კითხვებს არ ვართ. არა. შენი გადმოსახედიდან. იცი რა არის? აქაური საქართველო არის სხვანაირი. მე ვერ გეტყვი ცუდია თუ კარგია, ან უკეთესია თუ უარესია, მაგრამ აქაური საქართველოს ორიგინალი საქართველოს სხვა რამეა. ორიგინალი საქართველოს სხვა რამეა. მე მგონი იქაური ჰავაც უწყობს ხელს ამ ყველაფერში და აქედან გამომდინარე ხო ვთვლი რომ აბსოლუტურად სხვანაირია. იცი რა არის? მე მინდა რომ რაღაცნაირად ცოტა კონკრეტიკაზეც წავიდე, იმიტომ რომ აქ ცხოვრებაც სხვანაირია. შენ ჩამოდიხარ თქვათ იმ ნამდვილი საქართველოდან, იწყებ აქ ცხოვრებას და იწყებ ფიქრს, როგორ შექმნა აქ შენი საქართველო. და ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერეთი სხვა მიწაზე ხარ. სხვა ჰაერს უმთქავ, სხვა წყალია. ძალიან დიდი ხანი წყალს ვერ ვსვავდი. და საერთოდ ონკანიდან ზოგადად ამერიკაში წყალი არც ილევა, მაგრამ რაღაცა ხო არის რომ გემოს გაუსინჯავ და რაღაცით არა ვერ ვსვავდი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაც იყო. ხო და მე უკვე ალბათ ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რაღაცა ტვინში უშვებ, რომ აქ უნდა მოეწყოს. სხვა ვარიანტი არ აქვს. აქ უნდა დაფუნძუნდე, აქ უნდა დაარქვა რაღაც ეტაპზე მაინც შენი სახლი, რომ შეგეძლოს ცხოვრება. თუ არ გაითავისე, რომ ეს დროებითი შენი სახლია, ვერც ერთ დღეს ვერ გაათენებ აქ. და ყველა ახალ ჩამოსულ ემიგრანტს მივცემდი ამ რჩევას აქვე, რომ პირველივე დღესვე შეეცადეთ სახლი მოიწყოთ აქ, თუ გინდათ რომ უბრალოდ შეძლოთ გაჩერება. სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, რომ აქ დაფუნძუნდე და თუნდაც ერთი რამე გაათიო რა. აი როგორც კი გავითავისე, რომ მე აქ ვერ ვიპოვე ჩემ საქართველოს, იმიტომ რომ ჩემი საქართველო არის საქართველოში, აი იმ საქართველოში 12 საათი რო უნდა ვიფრინო და აი იმ საქართველოში, სადაც წყალიც ძალიან გემრიელია და ყველაფერს დავანებოთ. იმ ქუჩებში არის ნინი ციკლაურის ბავშვობა, ჩემი ისტორია. აი იმ კარებს რო ვაღებ და რო ჭრაჭუნობს ის ჩემი ეზოს კარები, ამას აქ ვერ მივიღებ ვერასდროს და დავუშვი თავში, რომ მოდი ვიფიქროთ, რომ დროებით ეს არის ჩემი სახლი. და მაგის მერე უფრო გამიმარტივდა აყოფნა და აი ეს სხვანაირი საქართველო მაგის მერე შევქმნი. მე და ჩემნაირმა ადამიანებმა რა, ყველამ თავში დაუშვა, რომ მოდი დროებით აქ ვართ, მაგრამ დავარქვათ ამ დროებით ყოფნას აქაური საქართველო და ესე მოვდივართ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ აქ მეგობრებს ვერ ვირჩევთ, ჩვენ აქ სიტუაციებს ვერ ვირჩევთ, ვერც ლოკაციას ვერ ვირჩევთ, ჩვენ მაინც რაღაცა ერთი გადაკვეთის წერტილი მოვძებნეთ, რომელსაც ქვია აქაური საქართველო. ესე იგი, ჩემო ნინი, ყველაზე მეტად რა მიხარია, ეხა მე ხო ვაკვირდები, მე ბევრი ადამიანი ხვდება, საუბრობთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ხელოვანი ადამიანებთან მაქვს მე ურთიერთობა, როდესაც საღამოობით ვხდებით და ვსაუბრობთ ხოლმე და თბილისშიც კი, საქართველოშიც კი არის ჩამოსული ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ნინის რო აქვს თავისი რეპერტუარი ყოველ საღამოს მღერის ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში და მისი რეპერტუარის 100% არის ქართული სიმღერა. მასთან მიდიან მსმენელები 60-70% უცხოელი ადამიანები. ამ ყველაფერთან მინდა, ამაზე მინდა რომ მესაუბრო, იმიტომ რომ შენთვის ქართული სიმღერა არის შენი მეორე მეს ნაწილი და აი ამასთან დაკავშირებით მითხარ, იმიტომ რომ მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს უცხოურ სიმღერებთან და უცხოურ რეპერტუართან. მაგრამ მე ვფიქრობ მაინც რომ იმ ქვეყანაში სადაც ჰიუსტონი მღეროდა და ჯექსონი მღეროდა იქ ისინი აღარ უნდა ვიმღეროთ. აბსოლუტურად გეთანხმები, გიო. პირველ იმას გაუსვამ ხას, რომ მე მივესალმები ყველაფერ ორგანულს. ქართული მუსიკა და ქართული სიმღერა არის ჩემთვის
ისეთივე ორგანული, როგორიც ამ წუთას ჩემი სხეული, რასაც უყურებ, რომ ნამდვილად და ხელით ვეხები, ესე ვთქვათ. ნამდვილად ვმღერი ქართულ რესტორანში. ნამდვილად ჩემი რეპერტუარი არის 100%-ით ქართული, სხვათა შორის ძალიან დიდი რისკი იყო, იმიტომ რომ ძალიან რთულია უმღერო მსმენელს, რომელსაც შენი ენა არ ესმის. და თან მით უმეტეს იმ ლოკაციაზე, სადაც მე მუშაობ, ძირითადად დადიან უფრო მეტად უცხოელები. ამერიკელები, რა ქვია ამ რესტორანს? რესტორანს ქვია Oda House. Oda House. კი ბატონო და ყავს უცხოელი მომხმარებელი, რომელიც გიждდება ქართულ კერძებზე. ესეც ცალკე ხელოვნებაა და ცალკე სასაუბროა. მაგრამ მე ახლა მუსიკის მხრივ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ზუსტად ცოტა რისკი იყო. წეგანაც აღნიშნე, რომ ქართული ენა, რომელიც არის აბსოლუტურად ამათთვის უცხო და გაუგებარი, მათ ამ ენაზე უმღერო. მთელი საღამო. თუმცა დღემდე ესე ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც შეიძლება ამ ქვეყანაში მეკეთებინა, იყო ქართული მუსიკა, იმიტომ რომ მე ვიქნებოდი მართალი, მე ვიქნებოდი ჩემ თავთან მართალი, მე ვიქნებოდი აიმ უცხოელ მსმენელთან მართალი, იმიტომ რომ მე ჩემს ნამღერში არ მოვატყუებდი მათ. ვუმღერებდი სიმართლეს, რაც მესმის, რასაც ვგრძნობ, იმიტომ რომ ყველა ქართული აკორდი შეუძლებელია ვერ იგრძნო თუ ქართული სისხლი გაქვს. ეს არის წარმოუდგენელი და მით უმეტეს ზუსტად აქ ჩამოსვლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი სიმღერები მე თვითონვე დამეკრა, მე თვითონვე გამეწია ჩემი თავისთვის აკომპანირება, ეს კიდე ცალკე პლუსი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ აი იმ მომენტში რაც გული მინდა იმას ვაკეთებ. აი იმ მომენტში თუ მინდა სადღაც გადასვლა, იქ მივყვები ჩემ თავს, იმიტომ რომ ხელები იქ მიდის. და ეს არის ძალიან საამაყო და მე მეამაყება. და აქვე მინდა გითხრა, საქართველოში ქართველ მომღერლებს ძალიან გვიჭირს ყვავდეს შევინახოთ, ვაარსებოთ ბენდი. ბენდთან სიმღერა არის ძალიან დიდი ფუფუნება დღევანდელობაში. შენ სხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავს შენი ბენდი და აი ეს მუსიკა, რა მუსიკაზეც შენ ამ წუთას მესაუბრე, ეს ყველაფერი ხდება ბენდის თანხლებით. შენი ბენდის ბიჭები და ბიჭები არიან, ხო? ბიჭები არიან. შენი ბენდის ბიჭებზეც მომიყევი. იცი რა არის მართლა და შენ სიტყვებს გავიმეორებ, ეს არის უდიდესი ფუფუნება. პირველ რიგში ის რომ მოძებნო შენი ჭკუის, მუსიკალურად შენი ჭკუის ადამიანები. შეიძლება მეგობრობაში ძალიან კარგად ყალიბდებოდეს ყველაფერი, მაგრამ მუსიკაში აბსოლუტურად სხვადასხვა განეძე იყო. ჩვენ შემთხვევაში მე მოვძებნი ადამიანები, რომლებთანაც მაქვს უდიდესი გადაკვეთის წერტილი, რომელსაც ქვია ქართული მუსიკა. და ხო, ძალიან მიხარია, რომ ეს ბიჭები საკმაოდ ახალგაზრდები მოვძებნე, ისეთ ცოტა დიდი ნათქვამი, ერთმანეთი მოვძებნეთ. უბრალოდ რაღაცეებში გადავეკვეთეთ და მე მივხვდით, რომ მოდი ვაკეთოთ ერთად მუსიკა. იქ წერთ ახალ მუსიკას, უფრო მეტად, უფრო ხშირად წერთ უკვე, ვუკრავთ ჩვენს ჩვენი ბუმბერაზე კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს და რატომაც არა მე მინდა, რომ შენი მაყურებელი იცნობდეს ამ ადამიანებს. იოანი არაბული, რომელიც არის ძალიან კარგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, გიტარისტი, რა ვიცი, ყველაფერზე უკრავს ეს ბიჭი. აი ნიჭიერად რო დაიბადა. ნოდარ სინაურიძე, ადამიანი, რიტმი, ჩემი დრამერი და რა ვიცი, ჩვენ ისეთი სამეული ვართ ახლა აი ამ წუთას, რომ ნებისმიერი სიტუაციის ღონისძიებას ვაფორმებთ ისე, როგორც ქართულ მუსიკას შეესაბამება. ძალიან მიხარია და მე სამწუხაროდ ვერ მოვხვდი მაშინ აქ, როდესაც შენ კონცერტი ქონდა, მე ამ კონცერტზე დავუბრუნდები ამ კონცერტთან დაკავშირებით თემას, მანამდე კი აუცილებლად უნდა გითხრა. ციცინას თელასავით მართალი და ჭყვიალა გოგო. ჩამოხვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში
ყავს უამრავი პატარა ციცინათელა და შენს ისტორია ანსამბლს ჩემი. ქვია საბავშვო ანსამბლს ქვია ციცინათელა. ბავშვები, რომლებიც ფანტასტიკურად მღერიან და სხვათა შორის მე ვადევნებ ხოლმე თვალყურს საქართველოდანაც, სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, როდესაც გადაცემით დავდივარ, როდესაც Facebook-ზე მიგდებს ხოლმე აი ამ სიახლეებში, რომ არის კონცერტები, სადაც მღერიან ბავშვებიც, დიდებიც, ყველაფერი გამოდიან, მაგრამ შენი ბავშვებიც სულ ქართულად მღერიან. აი ახლა ამ ციცინათელებზე მომიყევ. ნინი, რამდენი ციცინათელა ყავს ანსამბლში? ესე იგი, ანსამბლში მყავს დაახლოებით 50-ზე მეტი. ოპა. კი. 50-ზე მეტი ციცინათელა. მინდა აღნიშნო, რომ 2 წლინახევრისები მოვიდნენ, ბევრი, ანუ პატარების ჯგუფი, რაღაც ჯგუფები მყავს კატეგორიებად, ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფილი და თინეიჯერობამდე შემდეგ უკვე პროფესიებს იცვლიან, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები მღერიან ქართულად. ამ ბავშვების 95% არის დაბადებული ამერიკაში. სწავლობენ ამერიკულ სკოლებში, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე, იზრდებიან ამ გარემოში, მაგრამ ვამღერებ ქართულად. ბრავო. თავიდან ცოტა იზულებით, ცოტა მოფერებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღებ შედეგს იმას, რომ ნებისმიერ ჩემს მოსწავლეს რომ შეეკითხო, რომელი ურჩევნია, რომ ისწავლოს ჩემთან, აუცილებლად ყველა გეტყვის, რომ ქართული. იმიტომ რომ მათთვისაც ეს არის რაღაცა აღმოჩენა, მათთვისაც არის უცხო და მოწონთ, აი სირთულეებიც მოწონთ, რაც მაგალითად ქართული სიმღერის ტექსტებში ხდება. მე მაქვს ნანახი არაჩვეულებრივი ვერისუბნის მელოდიები, შენი გაკეთებული ვიდეო ფილმი, რომელიც არის არაჩვეულებრივი. ხო, და იცი გიო როგორ უჭირდათ, აი ეს სიტყვების თქმა, აი ცნობის ფურცელი, იმდენიც ამ წინადადებაში და აი ძალიან უჭირდათ, მაგრამ ვიშრომეთ, იმიტომ რომ ხო გეუბნები გამმეორდები, რომ მათაც მოწონთ ეს სირთულეები. ბავშვი არის ის ღრუბელი ნებისმიერ აი რასაც დაუდებ, რომ აიწყოს და გააკეთებს და რატომაც არა, ერთადერთი ამ წუთას ერთადერთი შანსი ვარ მათთვის, რომ ქართულ მუსიკასთან და სიმღერასთან კონდეთ შეხება. იმიტომ რომ ძალიან რთულია ამერიკულ ცხოვრებაში აკეთო ის, რაც აქ არ არის. და ქართული მუსიკა აქ არ არის. ქართული მუსიკას ვაკეთებთ ჩვენ. ვისაც რაღაცნაირად საქართველოსდან წამოღებული გვაქვს ეს რაღაცა ბაგაჟი, ეს ცოდნა რა, რაც შეგვიძლია რომ გადავცეთ და ეს ბავშვები ამაში მომყვებიან და რაც თავარია, ბავშვებზე უფრო მეტად კიდე მშობლები მომყვებიან, იმიტომ რომ ხო გეუბნები, აქ არიან დაბადებულები ეს ბავშვები და მათი მშობლები ორიენტირებულები არიან, რომ ამ ბავშვებმა იმღერონ ქართულად. და ეს ძალიან დიდი ხელშეწყობა მათი მხრიდან, რომ უნდათ, ხო გეუბნები, სიტყვებს ვერ გამოთქვამენ ნორმალურად, მაგრამ იყოს ვეუბნები, არა უშავს, დაუშვას შეცდომა, მაგრამ ცნობები ხო ქართულად რა თქმა უნდა, თან რამოდენიმე გაკვეთილი, ჯერ მარტო რამოდენიმე გაკვეთილი ვარჩევ ტექსტს. ვეუბნები, რომ მაგალითად პირობითად ავიღე რაღაცა ინოლა გურგულიას რომელიმე სიმღერა. ვუხსნი, რომ ეს ადამიანი წერს გვირილაზე. გვირილა რა არის? მცენარე, ნაზია, ასე შემდეგ. ანუ მთელი რამოდენიმე გაკვეთილი ვუხსნი ტექსტს. რაზე მღერის? იმიტომ რომ არასოდეს არ წამს ხუთოსანი ბგერების, სადაც იმ ბგერების მიღმა საერთოდ ცარიელია ყველაფერი. იმიტომ რომ თუ არ გრძნობ რაზე მღერი, შენი სიმღერა არის უბრალოდ ყუთი, რომელსაც თავსახური არ აქვს, ცარიელია. ამიტომ ბავშვებს ვაჩვევ იმას, რომ მოდი მე თვითონ მაგრძნობინე რაზე მღერი, ყვავილზე მღერი, იმ ნაზყვავილზე მოეფერე სიმღერაში. რაღაცა სიყვარულზე მღერი, მოეფერე ამ სიყვარულს, ხო? ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. მე ძალიან კარგად მახსოვს ბევრი წლების წინ ამინდის პროგნოზს აცხადებდა
ჩვენი ქართველი და ისეთი გაღიმებული სახით ამბობს რომ ხვალე უნდა დამიქცეთ და დავინგრეთ. ესეთი ბედნიერი სახით. ხვალ მეხი გვეცება. ხვალ მეხი გვეცება. ელჭექი. მოდი ამ პატარებიდან გადავიდეთ. ჩვენი პატარა ციცინათელებიდან ისევ პატარებით გავაგზელებ და შენი ანგელოზის შვილები, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ, რამდენად რთულია ამ სიცოცხლით სავსე სიყვარულებით შენი შვილების აღზრდა შენთვის უცხო ქვეყანაში. თორე ისინი აქ ყველგან რო კადრს მიღმა არიან ჩემი შვილები. ეხლაც აი ამ სიცხეში. ეხლა დარბიან აქეთ. კადრს მიღმა არიან. იცი რა არის? ჩემი შვილები აქ დაიბადნენ ორივე. და აბსოლუტურად ყველა ჩემ ნაბიჯში არიან ჩემთან ერთად, გიო. სიცხეში, წვიმაში, თოვლში ეს ბავშვები არიან ჩემთან ერთად. ჩემთან ერთად მუშაობენ, ჩემთან ერთად სწავლობენ და აი ფაქტიურად საბას და ილიას სახით მყავს ძალიან ძლიერი დასაყრდენი ორი მეგობარი. მათთან ერთად გავიზარდე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ როცა გავაჩინე ჩემი შვილები, ეს იცის ზოგადად ჩემმა მსმენელმა და კიდე შენი გადაცემის საშუალებით ვიტყვი, რომ აბსოლუტურად მარტო ჩამოვედით ამერიკაში, დავიწყეთ ცხოვრება და მომხმარე არავინ არ მყოლია. დღემდე ჩემი შვილები არიან ჩემთან ერთად. მათთან ერთად გავიზარდე, მათთან ერთად ვისწავლე, როგორ გამეკეთებინა საჭმელი, როგორ გამევცვლა კიტრი სამწუხაროდ, მაგრამ იმასაც დავძენ, რომ ყველა ბებოს გაზრდილი გოგო არის ჩემნაირად, არც ერთი ბებო თავის შვილიშვილს არ აკეთებინებს საქმეს. ნუ ესეა, განსაკუთრებით საქართველოში. მანჰეტენზე გააკეთო კონცერტი, ეს ძალიან ხო, სულაც არ არის იოლი და ადვილი. ძალიან რთულია და მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს ამ არაჩვეულებრივი კონცერტის შესახებ. და თან ეს იყო პირველი ამერიკაში დაბადებული ბენდის კონცერტი. ამასაც ისე ამხელა სიამაყეა. ხო, აი ძალიან დიდი სიამაყით ვამბობ, იმიტომ რომ მაშინ ეს კონცერტი რო გავაკეთეთ, აი სანამ უკვე გავიდოდი სცენაზე, აი ესე ავიხედე სევით და მე ომი მოვიდე. ეს ომი მოვიდე ჩემთვის. ეს ყველაფერი 7 წლის წინ იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აქ საკუთარი თავის გადარჩენისთვის დავიწყეთ ცხოვრება, ხო? იქ სახლი გვექირავებინა, საჭმელი, ასე შემდეგ, ნუ ძალიან დიდი ისტორია. აი ეს დღე 14 იანვარი იყო გამარჯვების დღე ჩემთვის. მე მოვუგე საკუთარ თავს, მე მოვუგე ყველა ჩემს აუხდენელ ოცნებას, რომელიც აუხდენელი მეგონა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რასაც გულით ჩაიფიქრებ და რასაც გულით მიიწან ღმერთამდე არ არსებობს, ღმერთი არ ისვენებს. ღმერთი ცხოვრობს იმისთვის, რომ ჩემნაირ ადამიანებს უსმინოს და ზუსტად მაშინ მიგრძენი, რომ ღმერთი მისმენდა და ის დღე იყო გამარჯვების დღე და სცენიდანაც არაერთხელ მივმართე დამსწრე საზოგადოებას, რომ მე ვარ ამ წუთას მაგალითი, როგორ შეიძლება ახდეს ოცნება, რომელიც აუხდენელი გგონია. მაგრამ სადღაც თავში სულ მქონდა დაშვებული, რომ მე ამას შევძლებ, მე ამას გავაკეთებ და შუა გულ მანჰეტენზე მთელი საათ ნახევარი აბსოლუტურად ანშლაგით გადაჭედილ დარბაზს მოვასმენინა ქართული მუსიკა. არც ერთი უცხოური სიტყვა იმ კონცერტში არ ყოფილა. კიდევ ჩვენს კამერის უკან მდგომ ადამიანს, რომელიც ამ კონცერტის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ეს კადრები უძვირფასესი და უმაგრესი ბიჭი, რა თქმა უნდა, ჩვენი ლუკა კერატიშვილი და ჩავრთოთ. ახლა ჩემი გიორგი ცხადაძე, რომელიც რემბო. ხო, და კიდე იმ კადრებსაც თუ ჩავსვავთ, ეს ადამიანი საიდან იღებდა? ეს ცალკე ამბავია, იმიტომ რომ აი ესე უცებ გავიხედე და ჭერზე ვხედავ ადამიანს, რომელიც დადის.
და დაღმერთო არ ჩამოვარდე აქედან თქვა. მე აქვე მინდა ვთქვა და რა თქმა უნდა ჩემი გადაცემა გაფანტული მარგალიტების მეხუთე სეზონის ბოლო გადაცემა, რა თქმა უნდა, ამ ბიჭების დამსახურებაა. ნიუ-იორკში გადავიღეთ გადაცემა და ლუკა კერატიშვილი და ჩვენი რემბო გიორგი ცხადაძე სასწაული გადაცემა აჩუქეს ჩვენს მაყურებლებს და მეექვსე სეზონიც დავიწყეთ მათით. ვისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. მოდი ნინი, გავაგრძელოთ ახლა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი კითხვა. ახალი სიმღერა, რომელიც შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მოვყვეთ ამ სიმღერაზე, რა სიმღერაა, რატომ რაღაც კითხვა იყო, ვის ეძღვნება, ვინმეს თუ ეძღვნება და საერთოდ, მოკლედ სიმღერაზე. ესე იგი, სიმღერა, რომელიც ანუ ესეთი დუღილის პროცესშია, უბრალოდ გაკეთდა უკვე, დაიწერა, რა თქმა უნდა, ტექსტის და მუსიკის ავტორი მე ვარ. ვერსიის ავტორი, ანუ არანჟირების ავტორი არის პაპუნა შარიქაძე. და ძალიან მალე დღის სინათლეს იხილავს ეს სიმღერა უფრო ფართო საზოგადოებაში, მინდა ვთქვა. სიმღერა, რომელიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, მივუძღვენი ადამიანს, პატარა ადამიანს, პატარა ციცქნა ულამაზეს გოგონას და იცი რა არის, მე მგონი აი ამ სიმღერა ეს ის შემთხვევა, როდესაც ვერ ვილაპარაკე, მაშინ დავწერე. აი როცა დავჯდები პიანინოსთან და ვუკრავ, მე თვითონ ვხვდები რამდენ რამეს ვამბობ აი იმ რაღაცა 3 წუთში. 3 წუთ ნახევარში და ვისაც მოვასმენინე ეს სიმღერა, საკმაოდ ისეთ ადამიანებს, ვისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ჩემთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. ყველა ადამიანის აზრი იყო ერთი და იგივე, რომ შეუძლებელია ვერ მიხვდე რა ხდება. და ძალიან მინდა რომ თუ ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემის გასვლამდე თუ მოვასწარი, ხო, აუცილებლად პირობას გაძლევ, რომ შენს გადაცემას დაურთავ ამ ვიდეო კლიპს. ეს ორი ახალგაზრდა იმუშავებს ვიდეო რგოლზე. ხო და ხო, ეს სიმღერა ისეთი იქნება ჩემს რეპერტუარში. ალბათ სხვადასხვა თქვი კიდეც, რომ ამის მერე რომ არაფერი არ დავწერო და არაფერი არ ვიმღერო. ეს სიმღერა საკმარისია იმისთვის, რომ ნინი ციკლაური დარჩეს ამ სამყაროში. მე მინდა რომ სულ იმღერო, მე მინდა რომ სულ გაღიმებული იყო ბედნიერი. და როგორიც თბილისში ნახსოვდი თბილისიდან, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მერწმუნე, სწორედ ზუსტად ისეთი ხარ, არაფერი არ შეცვლილა შენში, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ არანაირი უცხო ქვეყნის გავლენა არ იგრძნობა შენში და რა თქმა უნდა, ვერც შევიგრძნობ, იმიტომ რომ მთელი ეს გადაცემა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო საუბრობდით იმაზე, რომ ამერიკაში მღერის არაჩვეულებრივი ჩვენი საამაყო ნინი ციკლაური, რომლის რეპერტუარში მხოლოდ ქართული სიმღერებია. მე მინდა დიდი წარმატებები გისურვო, ულევი წარმატებები შენი შვილების ისეთი ბედნიერება, როგორიც შენ საკუთარი დედიკოს, როგორც კი წარმოგიდგენია მათთვის და მე კიდევ ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ერთ-ერთი კარგი და ნამდვილი ნაღდი, მოდი ესე ვთქვათ, ძველადურად ქართულად, თბილისურად ნაღდი მეგობარი ყავს მე ნინი ციკლაური. მადლობა მინდა გადაგიხადო გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მადლობა ჩვენს ბიჭებს, გიორგის და ლუკას და არაჩვეულებრივ GL Productions, რომელიც ჩვენი გადაცემის უკონკურენტ, რომელიც ჩვენი გადაცემის, რა თქმა უნდა, ოფიციალური პარტნიორები კი არა, ესეთი კარგი პატრონები არიან, ქეჩოში რომ ჩაკიდებს ადამიანი და მადლობა ამ ყველაფრისთვის. მადლობა ჩემო ბიჭებო. მოკლედ, როგორც გითხარით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე-6 სეზონი გადაცემის დაიწყო და რა თქმა უნდა, ეს გახდა პირველი გადაცემა მე-6 სეზონის ნინი ციკლაურთან ერთად და ნინი ციკლაური ქალი, მზე, ადამიანი, ციცი ნათელად, სიყვარულით, სიმღერაც, ქართული სულიც და დედა, რომელსაც უყვარს. სამშობლო, შვილები და ვუყვარვართ ყველანი ჩვენ. მიყვარხარ. მიყვარხარ. მადლობა. და მიყვარს გაფანტული მარგალიტები. გაიხარე.